თქვენი კოალიციის ორი ლიდერი უკვე დაკავებულია და მესამე ლიდერის უშუალოდ თქვენი პარტიის ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავებას ელოდებით პრინციპში ასე ხო 13 ივნის ანუ მოწოდებული დაკავების ქრონიკა ხო აი რამე სხვა ვერსიას მე მგონი არც განიხილავს არავინ როგორ ფიქრობთ იმავე დღეს მოითხოვს თუ არა პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ამაზეც გითხარით და პარტია კოალიცია რა ვიცი ალბათ რამე სათადარიგო გეგმა გაქვთ ლიდერების ანუ არავის არ ვაკნინებ მაგრამ სამი ლიდერი ციხეში არ არის მარტივი და თან ოპოზიციაში ყოფნა მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის ნამდვილად ასე უცნაურ რთულ დაძაბულ ამბავში ვართ ეხა ყველანი და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩვენი კოალიციაც რომელიც რა ვიცი მესამე ლიდერსაც 13 რიცხვში აუცილებლად დაიჭერენ ეს რა ვიცი წინასწარ იცის პრაქტიკულად ყველამ ის რომ პროკურატურა აუცილებლად მოითხოვს პატიმრობას ესეც ცხადია და დიდი ალბათობით 13-ში მოხდება ნიკას დაკავებაც რთულია რა თქმა უნდა ეს ჩვენი პარტიისთვის, ჩვენი კოალიციისთვის, რა ვიცი, კოალიციის სამი ლიდერი თან გამორჩეულად რაღაცა ძლიერი ლიდერები პროდასალურ ფლანგზე, როცა ერთი პარტიიდან რაღაცა ხდება ციხეში, ამ დროს რაღაცა პარტიისა და კოალიციის ამბავი არ არის მარტივად, თუმცა მეორე მხრივ რაღაცა ესეთი რაღაცა მორალური სიმართლე, მორალური გამარჯვება რუსულ რეჟიმზე და სიმტკიცის გამოვლინება ლიდერების მხრიდან, რა თქმა უნდა, აძლიერებს ასევე ჩვენი კოალიციის და ჩვენი პარტიის წევრებს თავდადება ბრძოლაში ლიდერების მხრიდან, რა თქმა უნდა, არის მაგალითის მიცემი შემდეგ რა ვიცი თანამებრძოლებისთვის და მე მჯერა, რომ ნიკაც, ზურაც, მეორე ნიკაც ირაკლი ოქრუაშვილის და სხვაებიც ძალიან მალე იქნებიან თავისუფლებაზე და იმ პერიოდში სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფლებაზე ჩვენი პარტია და კოალიცია აუცილებლად გააგრძელებს ეფექტურ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, გვაქვს ყოველდღიური შეხვედრები ნიკა გვარამიასთან ამ ეტაპზე და რაღაცა გეგმებს განვიხილავთ მისი არ ყოფნის შემთხვევაში მათ შორის როგორ იქნება პარტიის სამოქმედო გეგმაც, ასევე რა თქმა უნდა აქტიური კომუნიკაცია გვაქვს უკვე ციხეში მყოფ ჩვენი პარტიის ლიდერებთან და არაფერი გრძელდება ბრძოლა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რთულია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ თავისუფლებისათვის ბრძოლის ხაზი რუსული რეჟიმების წინააღმდეგ ხშირად გადის ციხეზე, ეს არ არის ახალი ჩვენი რა ვიცი მათ შორის თანამედროვე ისტორიისთვის და ამ ეტაპზე ვართ ეხლაც. აი ნიკა გვარამიასგან განსხვავებით, პრინციპში უნიკალური იყო ეს შემთხვევა ნიკა მელიას რაც თან მიმართებით რაც ვნახეთ, წინასწარი დაკავება აქ იჩქარეს როგორც ჩანს და სხვათა შორის რაც ვიცით რომ ფიგურირებდა მის გატაცებასა და წინასწარ დაკავებაში ლევან მაისურაძე რა საკადრო გადაადგილებებიც დღეს ვიხილეთ ეს ის შემთხვევა რომ ის დააწინაურეს როგორ ფიქრობთ დაუფასდა ნიკა მელიას სპეცოპერაციაში მონაწილე დიდი ალბათობით ეგრეც არის ხო დაუფასეს და დააწინაურეს თუმცა ნიკა მელიას ამბავი ჩემი აზრით კიდევ უფრო მეტად კაფეოთ აჩვენებს რა რეჟიმთან გვაქვს საქმე ხო აი ამ დრომდეც კი არც ნიკა მელიას და არც მის ადვოკატებს ფორმალურადაც კი არ ჩაბარებიათ მისი დაკავების შესახებ ოქმი და რეალურად ეს ხო დაკავება არ იყო ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური გატაცება სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე ან სასამართლო სხდომასაც კი არ დაელოდა რუსული რეჟიმი ერთი დღით ადრე ჩასაფრება მოუწყვეს ნიკა მელიას და გაიტაცეს არ ვიცი ნახოთ ეხლა რა ფორმით მოახდინეს ისინი ნიკა გვარამიას დაკავებას მაგრამ კიდევ ერთხელ მომფრო აი თუ კი რაღაცა კარგად გვინდა დავინახოთ როგორი არის რეჟიმის სახე ეგეთია ფორმალურ რაღაცა მტკიცებულების წარდგენისთვისაც კი აღარ იწუხებენ ისინი რეალურად თავს და ის რომ როცა ამ ტიპის დანაშაულს ჩადის რაღაცა პოლიციელი და მე მას აწინაურებს რეჟიმი ესეც ალბათ არ არის გასაკვირი მაგრამ უნდა ესმოდეს ყველას მაისურაძესაც მის მინისტრსაც გელაძესაც და არ ვიცი ყველა იმ ადამიანს ვინც ოლიგარქი ივანიშვილის უკანონო დაკვეთას ასრულებს მას აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ გამორიცხული ახლა რადგან უნდა დასჭირდეს რეჟიმის წასვლის შემდეგ ყველა იმ საქმეზე ასობით ადამიანის რაღაცა უმოწყალო თემაზე აი თქვენი კოლეგა ჟურნალისტი ახლა ამერიკიდან გვერდებოდა აი გურამ როგავა საქმეზე სხვა ჟურნალისტების და არამხოლოდ ჟურნალისტების სამოქალაქო აქტივისტების უბრალოდ ჩვენი თანამოქალაქეების ცემის გატაცების რა ვიცი შეურაცხყოფის ფაქტზე აუცილებლად ყველა აგებს პასუხს და ისინი ამ რაღაც ამ ყველაფერს ვერ გაიქცევიან აი ეს ცვლილებები რითი აიხსნება რო ჩაიხედები პრინციპში ყველა გვარის გასწვრივ არის სანქცირებულია ზოგი მაგნიცკის სიაშია ზოგი ბრიტანეთის მიერ ზოგი ევროკავშირის სხვა წევრების
არა მარტო ბალტიის ქვეყნების, აი თქვენ რითი ხსნით, თუნდაც ეს იყოს საჩვენებელი და გვერდზე გაწევა, მაინც რაიმე არსებითი ცვლილების მომტანი შეიძლება იყოს ველზე, სადაც ეს ადამიანები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ. ბევრი ვერსია მოვისმინე, მე სიმართლე გითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით და ხო შეიძლება რომ ყველა იყოს მართალი, მათ შორის ის რომ ივანიშვილი ვიღაცებს ამითი რაღაცა შემოხვედრ ნაბიჯს უგზავნის და ეუბნება რომ სანქცირებული ადამიანები აღარ წარმოადგენენ ოფიციალურად რაღაცა მის ხელისუფლებას. შესაძლოა ეს იყოს რაღაცა ეჭვიანობა გუნდის გავლენიან წევრებზე, ეს ერთადაც არ არის გამორიცხული გველი ლუაშვილის, გომელაურის და სხვათა შემთხვევაში, რომელთანაც ხო დაკავშირებითაც შესაძლოა რომ ის რა თქმა უნდა ეჭვიანობდა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ გავლენები, ჰქონდათ დიდი ფინანსური შეაძლებლობები და ხო არ ვიცი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ არ ვიცი ვირას ჩაიდა შესაძლოა რომ ამას ესეც უყურებდეს ოლიგარქი ივანიშვილი და ასე შემდეგ. ის რომ ყევა აქ რეჟიმს ამას ცხადყოფს ჩემი აზრით ამ მასშტაბის რაღაცა ეგრეთ წოდებული საკადრო კარუსელებისა თუ გადაადგილებების ჩატარება და გუნდიდან იმ ხალხის გაშვება, ვინც რაღაცა სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ჯერ სხვა მხრიდანაც რო შევხედოთ, ხო რა გაუკეთა ოლიგარქმა ივანიშვილმა თავის თანაგუნდელებს ალბათ აქედანაც კარგად ჩანს. ხალხი მაგნიცკის სიაში შეიყვანა. თავისი ოჯახიანი, არ ვიცი, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში პერსპექტივა დაუკარგა ამ ხალხს. იმისი რომ რა ვიცი, იმოგზაურონ კიდეც, რა ვიცი, თავის შვილმა ისწავლოს, რაღაცა ბიზნესი გააკეთოს, ან რა ვიცი, ნორმალურად იცხოვროს. ცივილიზებული ოკუპაციის იმიტომ არ აწერენ ხელს, რომ არ უნდა შესაძლოა ასეთი ტიპის. ალბათ ჯერჯერობით მაინც იპოვის მჯერა რეჟიმი ადამიანებს, ვინც რაღაცა მსგავსი ტიპის კრიმინალურ დანაშაულებებზე ხელს მოაწერს, მაგრამ ისინიც აუცილებლად ივანიშვილის ხელში ჩვეულებრივ თოჯინებად იქცევიან, იმათაც ივანიშვილი როცა დაჭირდება ისე მოისურის გვერდით, აღარ თანამდებობა ექნებათ, მათ შორის არც ფორმალურად საქართველოში და ასევე იქნებიან დასანქცირებული ევროპისა თუ ამერიკის რაღაცა შესაბამისი უწყებების მიერ, რაც მათთვის არ არის კომფორტული და ზოგადად ამ სანქციების გაუბრალოების მცდელობა ჰქონდა რეჟიმის წარმომადგენლებს, მაგრამ ყველამ კარგად ნახეთ, რომ ეს მუშაობს. მათ შორის დღევანდელი განცხადებებით ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრები, როგორც პოზიციონირებდნენ დღეს და ესაუბრებოდნენ მათ მიერვე არჩეულ ომბუდსმენს, რატომ არ იცავ იმ ადამიანების უფლებებს, ვინც დასანქცირებულები არიანო, ცხადია, აწუხებთ ეს თემა. ამას ეუბნებოდნენ ადამიანს, სხვათა შორის, რომელსაც ალბათ არ გამომჩენია, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგალითად ბოლოს ნიკამელიას რაღაცა კრიმინალურ გატაცებაზე და უამრავ დარღვევაზე, თუ რა ვიცი, ცუდ საქციელზე, რაც ქვეყანაში მოხდა. ხო, ალბათ წილოსანისთვის, ულუკიანისთვის და სხვა რაღაცა ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში მყოფი დეპუტატებისთვის საუკეთესო სახალხო დამცველი ალბათ ისევ რაღაცა ხარებას ტიპის ადამიანი იქნება, იოსელიანსკი მათ უკმაყოფილებას იწვევს, ხო ეს არის ფაქტი. აი მაინც საკადრო ცვლილებებს რომ გავყვეთ სანქციებთან მიმართებით, ვისაც ჯერჯერობით ეს საკადრო ცვლილება არ შეეხო და სანქცირებული არის სულხან თამაზაშვილი, რომელიც აჭარაში დანიშნეს თბილისიდან, ეს უნდა ჩაითვალოს თუ არა დაწინაურებად, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მასთან სანქციები არ მისულა. როგორ ფიქრობთ ამ ტალღას სანქციები მივიდა, ხო, ოღონდ ამ საკადრო გადაადგილებებში ამ ეტაპზე ვერ მოხდა, შესაძლოა სულაც იმიტომაც რომ რაღაც ძალიან ახალდანიშნული ყავთ და ალბათ რა ვიცი, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ სულხან თამაზაშვილს რა ვიცი, ძალიან გაუჭირდება იქ რაღაცის გაკეთება, როცა ადამიანი ხარ სანქცირებული ბრიტანეთის მიერ, რა ვიცი, ურთულესი ამბავია. რაღაცას თავი მოაბა და წარუმატებელი იქნება ბუნებრივია მისი ეგრეთ წოდებული ჭრალებში მოღვაწეობა აჭარაშიც. არ არის გამორიცხული, ისიც შეუერთეს სხვა დასანქცირებულთა რიგს და მოხდეს მისი გადაყენებაც თანამდებობიდან. ოღონდ ამასაც კი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საბოლოო ჯამში შევხედოთ. ჩვენ ამითი უბრალოდ ხედავთ რა მასშტაბის ყევა აქვს რეჟიმს და რა დღეში არის ის. ვინც არ უნდა დანიშნოს ივანიშვილმა თანამდებობაზე, ის ზუსტად ისევე იქნება მისი ბრძანების შემსრულებლები, როგორც მისი წინამორბედები, ეს არის ოლიგარქიული რაღაცა მართვის სტილი, რომელთაც ის რაღაცა მიტაცებულ ძალაუფლებას ფლობს და მართავს, მას ეგრეთ წარმოუდგენია. ქვეყანას აქ თავარია რას ვაკეთებ ჩვენ ქართველი ხალხი, იმისთვის რომ ეს მარაზმი, უაზრობა, რაღაცა ტყუილში ცხოვრება და სიგიჟეები ამ ქვეყანაში დასრულდეს. კარგად არ არის რეჟიმი, ეს არის ფაქტი. ოღონდ მეორე მხრივ მე მესმის, რომ ამის 200 დღეა უწყვეტი პროტესტი
მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით და შეიძლება ძალიან ბევრს ცოტა ნიჰილიზმი შეეპაროს და ეს არ უნდა დაუშვათ. პირველ რიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ დროს არის პოლიტიკოსების ქმედება და ნაბიჯები, რასაც ისინი გადადგამენ, ეს რა თქმა უნდა გამოიხატებოდეს მუდმივ წინააღმდეგობაში და არ თანამშრომლობაში რეჟიმთან, რასაც მგონია რომ დასაწყისში რითიც დავიწყეთ, ნახოთ აჩვენებს ჩვენი კოალიციის ლიდერები, ხო? როცა არ მიდიხარ კომისიაზე უკანონოდ დაკისრებულ გირაოს არ იხდი და მზად ხარ, რა ვიცი, მოწყდე საკუთარ ოჯახს თანაპარტიელებს და წახვიდე ციხეში, ეს არის რაღაც ალბათ მთავარი ნაბიჯი იმისა, რამაც ჩვენ ყველას მე რწმენა უნდა გაგვიმყაროს იმისი, რომ ყველაფერი არის კარგად. აი თქვენ კომპრომისო ბრძოლას რომ ახსენებთ ხოლმე, ვიცი თქვენი კოალიციის დამოკიდებულება ბოიკოტის არგუმენტებით თვითმმართველობის არჩევნებთან. ყოველში არ მონაწილეობა ვიხმაროთ ჯობია დღეს ურაჯაფარიძე ძალიან საინტერესო წერილი იყო სხვათა შორის და ყველაზე სწორი სახელი დაარქვა ზურამ ამას. ეს არ არის არანაირად არჩევნები, ეს არის ტყულში არ მონაწილეობა. მესმის აი ამ პოზიციის მომხრეთა არგუმენტები, რომ ერთი მხრივ არის ლეგიტიმაციის საკითხი, რასაც ასახელებენ და მეორეს მხრივ რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულს და არსებულს ამ არჩევნების ტიპიდან გამომდინარე ვერცული. გვერდით რომ გადავდოთ ცოტა ხნით ეს არგუმენტები, არ შემიძლია არ გკითხოთ, მაგალითად ბათუმში რა შანსები ექნებოდა ოპოზიციას, რა ფორმაში ოპოზიცია და რა ფორმაშია ქართული ოცნება? დაშვების დონეზე. ბოლოდან დავიწყებ მაშინ და მაგალითად ბათუმის მაგალითი რო ვთქვათ, ბათუმი არის ოპოზიციური ქალაქი, ბათუმში არჩევნები ქოცებს, მას შემდეგ კი არა, კაცო, რაც 28 ნოემბერს განცხადება გააკეთეს და თქვენს საბოლოოდ ღიად ისინი არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიდიოდნენ. მანამდეც 21 წელსაც წაგებული ქონათ არჩევნები 20-ში და 18-ში, მაგრამ 21-ში ეს ყველაზე ნათლად კარგად გამოჩნდა და ბევრი ადამიანი ვიყავით ამას ჩართული. მათ მიერ გამოქვეყნებული ოქმებითაც კი წააგეს ბათუმის საკრებულოს არჩევნები, მაგრამ ვინ არის დღეს უმრავლესობა ქართული ოცნება. რატო არის? იმიტომ რომ გასაყიდი გაიყიდა, ვინც ვერ იყიდეს, გარდაცვალება მოყვა ამ ადამიანის შემდეგ და მოკეთ ის ცნობილი ამბები, რაც ბათუმში დატრიალდა, ხო? მაშინაც კი, როცა ამ მასშტაბის რაღაცა ბოლომდე ვაბანგზე არ იყო ივანიშვილი წასული, მაშინაც კი ვერ შევძელით ჩვენ არჩევნებში გამარჯვების შენარჩუნება. როცა კობახიძე ჩამოვიდა ბათუმში და დასრულებულ არჩევნებზე თქვა, რომ ის შეცვლიდა შედეგს, მან ის შეძლო, რა თქმა უნდა, იმ კრიმინალური მეთოდებით, რაც გააკეთა, მაგრამ ჩვენის კიდევ ერთხელ მეორე ვერ შევძელით და ვერ დავიცავით. და დღეს, როცა, რა ვიცი, არანაირი მუხრუჭი აღარა აქვს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, როცა არჩევნებზე დაკვირვებასაც გვიგრძელავს, როცა საარჩევნო სისტემა შეგვიცვალა, როცა თქვენი კოლეგა ზიამაღლობელი ციხეში ყავს არაფრის გამო გამოკეტილი სხვა ათობით პოლიტიკურ პატიმართან ერთად, როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს იჭერს. მაშინ როცა კიდევ ერთხელ მეორე, როგორც არასდროს ეხლა ქართველი ხალხისკენაა ჩვენი სტრატეგიული მეგობრები და დასავლური ცივილიზაცია. როგორ შეიძლება ეხლა ამ არჩევნებში შეხვიდე? აი ეგრეთ წოდებულ არჩევნებში ამ ტყულში როგორ შეიძლება მონაწილეობა მიიღო? ამ ტყულში მონაწილეობის მიღება ხო? მინიმუმ გაუფერულებს ყველა იმ წარმატებას, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში მივაღწია და რაზეც ცოტა ვსაუბრობთ სამწუხაროდ როგორც ვატყობ ტელეეთერებში, რა ვიცი, პოლიტიკოსების და სხვაებიც. დიდი გამარჯვებაა ის, რომ რეჟიმს ქართულ ოცნებას დღეს რეჟიმად აღიქვამს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ეს მართლა არის დიდი გამარჯვება, რაც 20-20-ში ვერ შევძელით, 20-24-ში უკლებლივ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ვისაც რა ვიცი, შეეძლო რომ პარლამენტის მანდატი ქონოდა, მანდატზე თქვა ვარი და არ მიიღო დაფინანსება, ძირითადად ყოველ შემთხვევაში და ყოველ შემთხვევაში პარლამენტი არის ერთპარტიული 99 ეგრეთ წოდებული დეპუტატი, მხოლოდ ქართული ოცნებიდან არის წარმოდგენილი. ის რომ ხელს არავინ ართმევს რეჟიმის წარმომადგენლებს, ეგ ხო არის რა თქმა უნდა დიდი გამარჯვება. შინ და გარეთ მოკლედ ეს. და ამისი გაგრძელება კიდე რაც მოყვა ხო ამ ყველაფერს რეჟიმის წარმომადგენელთა მასშტაბური სანქცირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომელიც კიდე ერთხელ მეორე მათ ძალიან აწუხებთ და ჯერ კიდე გზაშია მთავარი ესე ვთქვათ სანქცირების პაკეტი, რომელსაც ველოდებით, ეს არის ამერიკიდან მეგობარი აქტი ხო, რომელიც უკვე განიხილა წარმომადგენელთა პალატამ და ველოდებით სენატის გადაწყვეტილებას, რომელიც დარწმუნებული ვარ იქნება ქართული ხალხისთვის სასარგებლო. ამ ყველა გამარჯვების გაუფასურება იქნება ეხლა არჩევნების შესვლა. ვერც მოვიგებთ კიდევ ერთხელ მეორე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ეგ არ არის არჩევნები, ეგ არის ტყუილი და ტყულში მონაწილეობა დასაწყისშივე ნიშნავს რომ მარცხისთვის ხარ განწირული. ამიტომ საერთოდაც რომ ამაზე ვსაუბრობ ჩვენ დღეს, მიმაჩნია რომ ეს რაღაც ამ პროტესტ და წინააღმდეგობას უშლის ხელს და რაც უფრო სწრაფად დასრულდება ამაზე საუბარი იქნება კარგი და ჩემს მეგობრებს იმ პარტიებში რომლებიც განიხილავენ ახლა ამ არჩევნებში შესვლა არ შესვლას, რა ვიცი, მეც აქედან მოუწოდებდი, რომ დროულად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება, რომელიც რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესებით კი არ იქნება ნაკარნახევი, არამედ მართლა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესით იქნება ნაკარნახევი. რატო არის ხო ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ახლა რეჟიმის გაშვება?
უამრავი ადამიანი ირგვლივ არა მხოლოდ რაღაცა ოპოზიციურად განწყობილი თუ პროდასალურად განწყობილი, მათ შორის ადამიანები, ვინც გუში ქართული ოცნება შემოხაზა, ის ადამიანებიც ხვდება უკვე, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის რაღაცა მთავარი წინაღობა იმისი, რომ ჩვენ უკეთესად ვიცხოვროთ. მართლა უკეთესად ვიცხოვროთ. ჩვენი მისვლა ევროკავშირთან ხო ნიშნავს ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს კეთილდღეობას, იმას, რომ მე და თქვენ, ისევე როგორც სამწუხაროდ თქვენი კოლეგებიც, ჩემი კოლეგები და მეგობრებიც ემიგრაციაში კი არ წავლენ, არამედ წასულ ადამიანებს ექნებათ შეეძლება უკან დაბრუნების, იმიტომ რომ გაჩნდება სტაბილურობის განცდა. და საერთოდაც, რავი, წარმოუდგენელია მათ შორის ქართული ოცნების შემომხაზველ ადამიანებს როგორ უხსნეს ივანიშვილი იმას, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია დღეს ჩვენი ქვეყნის მტერი და მთავარი მოკავშირე არის რუსეთი და ირანი. აი წარმოუდგენელ რაღაცა უაზრობასთან გვაქვს საქმე. მოკეთ ბრძოლა ბოლომდე და ეს არჩევანი მე მგონი უკვე ნათელია საზოგადოებისთვისაც და ჩვენ. რა თქმა უნდა, უბრალოდ საჭირო არის ბრძოლა და რავი ზურა ვახსენე და მინდა რომ კიდე ერთხელ თქვა რომ აი ეს ბრძოლა რაღაცა განსაკუთრებული გეგმა და სტრატეგია შესაძლოა აქ ვიღაცებმა ვერ წარმოადგენოს, მაგრამ ის რომ ტყუილში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, ეს არის მთავარი რაღაცა ბრძოლის გეგმა ეხლა თითოეული ქართველისთვის. ეგრე ვჯერა ჩვენ. დიდი მადლობა გიორგი კირთაძე